საუდის არაბეთი შეიძლება ემზადებოდეს ომში დასაბრუნებლად, რომლის დატოვებასაც წლებით ცდილობდა. რიადმა გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა გადაანაწილოს ძალები ჰუთების წინააღმდეგ იემენში, საზღვაო ან სახმელეთო შეტევისათვის. ამასთან ერთად კი ქმნის მრავალეროვან საზღვაო კოალიციას, წითელ ზღვაში გადაზიდვების დასაცავად. თავარი საზრუნავი საუდის ნავთობის ექსპორტია. თუმცა სახმელეთო ოპერაციამ შეიძლება კვლავ გააღვივოს იემენის ფართომასშტაბიანი ომი და ირანს მისცეს კიდევ ერთი გზა რეგიონში თეირანზე ზეწოლის ფასის ასამაღლებლად. ჩვენთან ერთად, რათა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს. ახლა შემოგვიერთდა ედმუნდ პიტინ ბრაუნი, დემოკრატიების დაცვის ფონდის უფროსი მკვლევარი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი იემენში. ედმუნდ, ძალიან გვიხარია, რომ აქ 24 ნიუსზე ჩვენთან ერთად ხართ. მინდა თქვენი პერსპექტივა მოვისმინო. იმის მიხედვით, რასაც ახლა ხედავთ, საუდის არაბეთი ნამდვილად ემზადება შეტევისთვის. თუ ეს შეიძლება იყოს მცდელობა შეაშინოს ჰუთები და აიძულოს ისინი შეწყვეტონ ეს მუქარებები. დიახ, კარგია, ნახეთ, ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა. რა თქმა უნდა, ალბათ არის ფსიქოლოგიური მცდელობის ელემენტიც, რომ ჰუთები შეაშინონ, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევს. ჰუთებმა აჩვენეს, რომ დაშინება მათზე პრაქტიკულად არ მოქმედებს. იცით, მათ მოახერხეს და გადარჩნენ ომს ამერიკასთან გასულ წელს. ისინი ასევე ისრაელსაც უპირისპირდებოდნენ. ისინი ნამდვილად არ ეშინიათ საუდელების. და რა თქმა უნდა, საუდელებს უფრო მეტი აქვთ დასაკარგი, რადგან ჰუთები ისედაც ომის, კონფლიქტისა და ქაოსის მდგომარეობაში არსებობენ. მაშინ, როცა საუდის არაბეთის ბიზნეს მოდელი დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე, რათა წაახალისოს ინვესტიციები და სხვა კეთილდღეობა, ამიტომ ჩემი აზრით საუდელები ალბათ ასევე აცნობიერებენ, რომ მათ შესაძლოა მოუწიოთ კონფლიქტისთვის მზადება აქ. და მე არ ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი ირანის კონფლიქტს ამოძრავებს. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ისა, რასაც ირანელები თავიანთ წინააღმდეგობის ღერძს უწოდებენ. ანუ თავად ირანი, იემენელი ჰუთები, ერაყელი შიიტი მილიციები და ლიბანური ჰეზბოლა. ძირითადად ეს ყველაფერი ირანული ფრონტის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ზეწოლას ახდენს ისრაელზე, შეერთებულ შტატებზე, დასავლეთსა და აშშშ-ის მოკავშირეებზე. და საჭიროა ვფიქრობ, რომ აშშშ-მა და მისმა პარტნიორებმა ამაზე კოორდინირებულ პასუხზე იფიქრონ. ვფიქრობ, აშკარად ვხედავთ ამას, მას შემდეგ, რაც ირანელები უფრო აგრესიულები გახდნენ ჰორმუზის სრუტეში. და მართლაც, რა თქმა უნდა, იერიში მიიტანეს აშტ-ს ჯარებზე იორდანიაში, საკუთარი ინიციატივით და არა როგორც პასუხი აშტ-ს თავდასხმებზე. ცხადია, რომ იემენელი ჰუთები გარკვეულწილად მართავენ კონფლიქტს საუდის არაბეთთან. ლიბანელი ჰეზბოლა, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს ფრონტს ისრაელთან, ხოლო ერაყის შიიტური მილიციებიც ასრულებენ თავიანთ როლს ნაწილობრივ საუდის არაბეთის წინააღმდეგაც. ასე რომ მე არ ვფიქრობ, რომ საუდის არაბეთი ესწრაფვის ესკალაციას, მაგრამ გონია, რომ ისინი აცნობიერებენ, რომ სხვა არჩევანი არ ექნებათ. თქვენ საუბრობთ ერთიან პასუხზე. რას გულისხმობთ ზუსტად ამაში? შეიძლება სამეფო ეძებდეს დახმარებას რეგიონული მოკავშირეებისგან და თუ ასეა, რომელი ქვეყნები დაეხმარებიან, თუ საუდის არაბეთი ჰუთების წინააღმდეგ შეტევას დაიწყებს? დიახ, არა, ეს ძალიან კარგი კითხვაა. გულისხმობა ცხადია, შეერთებული შტატები საუდის არაბეთის სხვაობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. მაგრამ საუდის არაბეთის წარმომადგენლები ასევე აცნობიერებენ, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ყოველთვის პროგნოზირებადი არ არის. და ამიტომ, იცით, ისინი ძალიან ორჭოფობენ, ესე ვიტყოდი, იმაზე რა გააკეთონ აშტ-ში ირანის ომთან დაკავშირებით. ერთი მხრივ საუდელები ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ აშტ-ში დაძაბულობა შეამცირებდა. მაგრამ ამავე დროს მათ არ სურთ, რომ აშშ-ში ირანის პირობებს დათანხმდეს და რეგიონიდან წავიდეს, რადგან ეს ირანს უფრო გაბედულს და რა თქმა უნდა, ძალიან აგრესიულს გახდის. და ეს საუდელებისთვის და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის უკიდურესად რთული ურთიერთობა იქნებოდა სამართავად. ასე რომ აქ აშტ-ში მთავარ როლს თამაშობს. მათ აშტ-შისგან მიზნების თანმიმდევრუნობა სჭირდებათ. მათ სჭირდებათ, რომ აშშ-ში ამ საკითხს როგორც ერთიან პრობლემას უყურებდეს, რომ აშშ-ში უნდა გაუმკლავდეს არა მხოლოდ ირანს, არამედ იემენის ჰუთებსაც. ეხლა საუდელებს ასევე ისტორიულად მჭიდრო ალიანსი აქვთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ეს ალიანსი წელს და გასული წლის ბოლოს დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. რადგან საამიროელები ასოცირდნენ სამხრეთ იემენში სეპარატიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან.
მინდოდა ასევე მეკითხა, როცა საუბრობთ საამიროებზე და იმ მეტოქეობაზე, რაც საუდის არაბეთსა და საამიროებს შორის ვიხილეთ, ჰუთებთან და იემენთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო. თუ ჰუთები კვლავ დარჩებიან საუდის არაბეთის სამიზნედ, როგორ შეიძლება ეს გავლენას ახდენდეს იმ ურთიერთობაზე, რომელსაც ვხედავთ საუდის არაბეთსა და საამიროებს შორის? საუდელები და ემირატელები უკეთ უნდა თანამშრომლობდნენ, ვიდრე ეხლა თანამშრომლობენ. მათ შორის არსებითი განსხვავებები არ არსებობს და საამიროები ყოველთვის ერთგული მოკავშირე იყო საუდის არაბეთისთვის. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რაღაც არასწორად წავიდა ორ მთავარ ლიდერს შორის პირად ურთიერთობაში. მოჰამედ ბინ სალმანს საუდის არაბეთიდან და მოჰამედ ბინ ზაიედს საამიროებიდან. მე ვფიქრობ, ეს თეთრი საფლის ამოცანაა, რომ ორივე ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს და უთხრას. ნახეთ, რეგიონში საკმარისი რეალური კონფლიქტია იმის გარეშე, რომ თქვენ შორის წარნარმოსახვითი კონფლიქტი შექმნათ. საუდელები, როგორც კი ჰუთებმა საუდის არაბეთის ბლოკადით დამუქრდნენ, ძალიან სწრაფად განაცხადეს, ჩვენ გვყავს კოალიცია, რომელსაც თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებთ. თუ მათ ამ კოალიციაში არაბთა გაერთიანებული საამიროები სჭირდებათ და ნამდვილად სჭირდებათ, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოასწორონ ის უაზრო კონფლიქტი, რაც წელს ადრე ჰქონდათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ფიქრობ, ეს მარტივად შეიძლება, მაგრამ ალბათ ცოტა დახმარება ამერიკელებისგან მაინც დასჭირდებათ. ედვინ ფიტონ ბრაუნი, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად ხართ 24 ნიუზზე და გვიზიარებთ თქვენს შეხედულებებს იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ იემენში ჰუსიტებთან დაკავშირებით. მადლობა, რომ შემოგვიერთდით. არაფრის.